მადლობა. მე, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, მეც ვარ იმ რიგებში და დარწმუნებული ვარ მთელი საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენი ღირსება იდეაში მაგითაც განისაზღვრება, რომ ვერ გავამართლებთ ვერასდროს, რაც არ უნდა აფექტში იყოს ადამიანი, რაც არ უნდა სიტუაციაში იყოს, ქალზე ხელით შეხებას, ქალზე ხელით აღმართოს, ზოგადად მუშტი კრიფში გადაყვანას ამ ყველაფერს, როცა შეგვიძლია სხვანაირად, მაგრამ სხვანაირად რატო ვერ მოხდა? მე მგონია რომ სხვანაირად იმიტომ ვერ მოხდა ამ ქვეყანაში და იმიტომაც ეს ბიჭი გასაგები აფექტში იყო, ძალიან ცუდი რაღაცა, მანამდე რაც მათ აკეთეს, ეგრეთ წოდებულმა სტუმრებმა რუსეთიდან და რუსები იყვნენ, ეხა იგი იყო ლაპარაკი უკრაინელიო, ვინც არ უნდა იყოს, გინდ უკრაინელი იყოს, გინდ რუსი იყოს, გინდ ესტონელი, აი მაგალითად ტაძარს რომ მიაშარდეს, ესტონელები იყვნენ და არა რუსები, ანუ ვინც გინდა ის იყოს, ჩემს მნიშვნელობა არ აქვს. ვინც შეურაცხყოფს ქართულ სიწმინდეს, თუნდაც ტაძარს იმ შემთხვევაში, ვინც შეურაცხყოფს ქართულ სუფრას, ქართულ ოჯახს, ქართულ ქორწილს, ვინც ეცდება ქართული ოჯახის გაუბედურებას მისი ქორწილის ჩაშლით და ქართველებისთვის 1000 საზიზღრობის ძახილით, იქიდან ზემოდან იყო საუბარი ღვინის გადასხმაზე, წყლის შარდის გადასხმაზე, ანუ ეს ამაზრზენად ვინც იქცევა, მე მგონია რომ ის ამ ქვეყანაში ამ ჟარგონს ვიხმარ ვერ უნდა გულაობდეს. და მე რაღაცა ესეთი განცდა მაქვს და იმიტომაც მგონია რომ სახელმწიფოს პრობლემაა ეს და ანუ აი რაღაცა არ შეგვიმჩნევია ყველას რომ ამ ქვეყანაში ქართველის გარდა ყველას ყველაფერს უფლება აქვს, ქართველის გარდა ყველა გულაობს, ყველას დაუჯელობის სინდრომი აქვს და რუსი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რუსი არისა და არ აქვს მნიშვნელობა ეს რუსი იქნება თუ სხვა უცხოელი რა. რატომ უნდა იყოს ეს ესე? რატომ უნდა გვიწევდეს იმაზე ბრძოლა, რომ ეს ადამიანებიც დაისაჯონ და ხედავთ რომ დაუჯელები დადიან, რომ აღარ შემოუშვა, გააძევონ ამ ქვეყნიდან, ვინც ესე მოიქცევა და ესეთ შეურაცხყოფას მიაყენებს ქართულ ტრადიციებს. მე არ მომეწონა მაგალითად, ეხა პროპაგანდა არის ჩართული აქტიურად იმ ამბავზე, ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყენოს. მე არ მომეწონა და არ მომეწონება არასდროს ნოდარ დუმბაძეს და ნებისმიერ დიდ ქართულ შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ. მაგრამ არც ის მომწონს, რომ ეს რუსები აქ ჩამოდიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს, ქართულს, ქართულ ოჯახს, ქართულ სუფრას, ქართულ ქორწილს შეურაცხყოფა მიაყენონ და საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენონ. ანუ ძალიან ხშირად შევჩეხები ვარ მეც ამას და ეს არის ნათელი მაგალითი ამის. და თუ ის არ მოგწონს, ხო შეიძლება რომ ესეც არ მოგწონდეს. და თუ ვინმე ოცნების მომხრე, მე მაქვს მე მგონია მორალური უფლება იმაზე, რომ თქვა რომ ქალზე ძალადობა არის მიუღებელი და მე ეს არ მომწონს და ამის ყურება არავითარ შემთხვევაში არ არის კარგი. მაგრამ ეხლა ვიღაცა რომ გამოვა და იტყვის რომ აი როგორ ოცნების მომხრეს გულისხმობ რა და ოცნების ხა სპიკერები დიდად გაჩვენებულები არიან, უფრო პროპაგანდისტები აქტიურობენ მიმართულებით რა, რომ აიო როგორ შეიძლება თავი უნდა შეეკავებინაო. მაშინ ეთქვათ შარშან კალაძის შტაბთან რომ კაცებმა ოცნების მომხრეებმა და ოცნების წევრებმა რომ ქალებს ურტყეს, ქართველ ქალებს რომ ურტყეს, სახეში რომ აფურთხეს, რა ვიცი, ყველანაირ ძალადობას მიმართეს მათ წინამდე, მაგას ეთქვათ რაღაცა, თუ ესე არ მოწონ ქალებს ძალადობა. აი რა თქმა უნდა, ხო, მაგათ ჩიხლაძე, რომელსაც რა ვიცი, ჩემი სახლის ზემოთ რუსთაველის პარალელურ ქუჩაზე, ხო, იქ ქვევით რო ვიყავით ჩვენ, რომ არ ვიცოდით რა ხდებოდა, უცებ პირდაპირ ეთერში ხედავთ, რომ ქალს აგდებენ ვიღაცა 5 და 10 ბუგორი. ეგენი თუ ქართველები და ეგენი თუ კაცები არიან რა და ეხა მე ეგენი დადგებიან და სადაგზელოების თმას დაიწყებენ რა არა ზოგადად მე მგონია რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა თანხმდებით იმაზე რომ ქალთან ასე მოქცევას არავინ არ ამართლებს რა თქმა უნდა უბრალოდ ესე როცა იქცევიან შენ ქვეყანაში და ესე როცა ცდილობენ რომ თავზე დაგაჯდნენ სხვა ერის წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ მნიშვნელობა არ აქვს და განსაკუთრებით რუსებზე ბრაზდებით ეხა ოკუპანტები ეგენი არიან და 20% მაგათ აქვს წაღებული დროებით და ეს დროებით არის თავხედებიც ყველაზე თავხედებიც არიან რა ეხა ბათუმშიც რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა რომ როგორ იქცევიან რომ აი ქართველებო ესეთებო ეს ჩვენი მიწა არაფერი მაგათ მიწა არ არის არასდროს მაგათ მიწა არ გახდება და საქართველოში ქართველზე მეტი უფლება მე მგონია რომ არავის არ უნდა კონდეს ისე გამოვიდა რომ ქართველი იჩაგრება ამ ქვეყანაში და ქართველზე მეტი უფლება ყველას აქვს და მე მგონია რომ ეგრე არ უნდა იყოს და ნუ მან უკვე ყველანაირი მნიშვნელობა კარგება დამარჩა. ფიქრობ რომ რაღაც კუთხით იმ მეორე მხარემაც ამ შემთხვევაში ამ რუსებმაც აი ამბიდან გამომდინარე რაღაცნაირად უნდა აგონ პასუხი. ოკეი, მესმის ამ 5000 ლარი გირაო და კარგია რომ ციხეში არ წავა, ეს მართლა გულწრფელად მიხარია, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მძიმე სანახავი არის ის კადრები და ძალიან რთულია. აიც კარგია რომ არ წავა ციხეში და გირაოთი გათავისუფლდა, მაგრამ ფიქრობთ რომ აი რაღაცნაირად მინიმუმ დეპორტი მაინც რომ უნდა გავუკეთოთ. იცით რატო აი პირველ სტუმართან საუბრობდი სხვათა შორის რომ აი რო ვაკვირდები სოციოლოგში ალბათ შენ შეგხვდებოდა რუსი ქალები როგორ ისტერიულად რაღაცა თაგავდნენ კახაკალაძეს როგორც მათ იმედს რომ აი ამოხდა ბატონ კახი. იცით რა არის? ხო, მე მგონია და პირველ რიგში მიხარია მართლა
ეს ბიჭი რომ ციხით არ დაისაჯა და კარგია რომ ეს ასე არ მოხდა. ანუ მე ეგეთი ამბების დროს იმედი მიშთება ხოლმე რომ ყველაფერი მაინც დაკარგული არ არის ჯერ. გირავ არის ესეთ საქმეებზე პრაქტიკა იურიდიულადაც და კარგია რომ ეს მოხდა, იმიტომ რომ ეს პრეცედენტი რო დაფიქსირებული იყო რომ რუსები და რუსი ქალები რომლებმაც ქართულ სუფრას, ქართულ კოპტელს შეუწყობა მიაყენეს არ დაისაჯნენ და ეს ბიჭი 3 წლამდე ციხეში წავიდა და პატიმრობაში დარჩა. ეგ იქნებოდა ძალიან ცუდი სიგნალი, იმიტომ რომ მე გენახათ ამათ მიერ ყველაფრის უფლების მიცემა საკუთარი თავისთვის, რუსებისთვის და ეგრეთ წოდებული ტურისტებისთვის. ჯერ რა ვიცი, კამერით რომ დახვდნენ ამ ბიჭს, უკვე ცალსახა იყო რომ რაღაც პროვოკაციას ჰქონდა ადგილი და პროვოცირებდნენ ისინი აშკარად რაღაცას. გაუღეს კარი, მე ხა მაგალითად ეხა იმ ქორწილიდან ქართველები რასაც ყვებიან, უფრო მჯერა ვიდრე ეს რუსები რაც ყვებიან. იქ თავიდან ვიდეოში პროვოკაციულად ეწერათ რომ რუსული ლაპარაკის გამო დაგვეხსენ თავს. არავითარ შემთხვევაში რუსული ლაპარაკის გამო არავინ სადავსმია თავს. შეურაცხყოფის გამო მოხდა ეგ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი სანახავი იყო, არ იყო კარგი სანახავი და რა ვიცი, არ იყო მისაღები, ეხლა ყველა სხვანაირად მოიქცეოდით ალბათ ეგეთ სიტუაციაში, მიხარია რომ ეს ბიჭი იქნება ოჯახთან, რომ აი ყველაზე მინიმალური ჯარიმა კი ბატონო ესეთი ირიბი სასჯელი და არასაპატიმრო სასჯელი კი ბატონო. ჩაუშალეს და ჩააშხამეს მართლა. ხო, ისედაც და ხო კიდე ოჯახის გაუბედურება, ანუ მიხარია რომ ეს ქართველი კაცი ციხეში არ წავა და ყველანაირად თუ სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გადაწყვეტილი ეს ქონდა რომ ყველანაირად გვერდში უნდა დავდგომოდი მას, იმიტომ რომ ქართველი კაცი არის, ქართული ღირსება არის და ქართველები აი ისევ და ისევ ამბობ, ქართველები უნდა ვიყოთ უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყანაში. ანუ ჩვენზე პრიორიტეტული არ უნდა იყოს სხვა და მით უმეტეს რუსი. და ნებისმიერი კიდე მაგასაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ დიფერენციაცია არ მოხდეს. ჩემთვის პრიორიტეტი არის ქართველი და საქართველოს მოქალაქის დაცვა ამ ქვეყანაში და რომ ის იყოს დაცული. და ის რა არის ხო აი ამაზეც მინდა ვთქვა რა, ეს უნდა იყოს გაკვეთილი სახელმწიფოსთვის. რომ ეს ამათ რომ გონიათ რომ ყველაფრის უფლება აქვთ ამ ქვეყანაში. ეგ არის გამოწვეული იმისგან რომ საზღვრები არის ძალიან გახსნილი. ამათ უშვებენ უკონტროლოდ. ლარსზე არის მანქანების რიგები და კარგი კი ბატონო ტურისტებად თუ ჩამოვლენ და ფულს გადაიხდიან აქ და ჩვეულებრივად თუ მოიქცევიან და რამდენიმე დღეში სწავლენ, კი ბატონო. მაგრამ თუ მათი რამდენიმე დღე დარჩენა აქ, უნდა უკავშირდებოდეს იმას რომ, რა ვიცი, გადაუარონ თავზე ყველაფერს ქართულს. ქართველები ლანძღონ. ან მერე დარჩნენ, აქ ჩასახლდნენ, თავისი რაღაცა ანკლავების შექმნან, ბათუმში ხავ ხედავთ მაგას, კატასტროფა ხდება მართლა რა და ძალიან ბევრი ადამიანი გწერს რომ აი ილაპარაკეთ მაგაზე და მე მწერენ ხოლმე პირადად რომ აი ბათუმში კატასტროფა ხდება რომ ჩასახლებულები არიან ეს რუსები რა. რუსების რაოდენობა ამ ქვეყანაში არის გაზრდილი ძალიან რა ვიცი 2014-ში თუ 1000-ებზე იყო საუბარი, ახლა არის 10000-ზე საუბარი. და მე მგონია რომ გაკვეთილი უნდა იყოს ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის რომ როდესაც რუსი დააშავებს, მიაყენებს შეურაცხყოფას ქართულს, როცა იპროვოცირებს, როცა დანაშაულს ჩაიდენს. შენ კი უბრალოდ ჯარიმა კი არ უნდა გამოუწერო, ან თუნდაც სულაც დაუცველად გაუშვა. დაუჯელად გაუშვა, ბოდიში. შენ უნდა მიიღო ისეთი ზომა, რომ გაადეპორტო, რომ აღარ შემოუშვა უკან და ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს საზღვრებზე კონტროლიც და საზღვრებზე სიტუაციაც უფრო გასამკაცრებელია, ვიზების თავისუფლებაც გადასახედი არის და არა მარტო რუსებთან, ახლა ჩვენ გახსნილი გვაქვს უვიზო ირანთანაც მაგალითად, ირიბი უვიზო გვაქვს ინდოეთთან, პაკისტანთან, რაღაცა ვიზები გჭირდება, რომ მათი ამ ქვეყნის მოქალაქეებს რაღაც ვიზები გჭირდებათ, რომ აქ შემოვიდნენ თავისუფლად. ბანგლადეშთან, ძალიან ბევრ ქვეყანასთან და მე მგონია, რომ ეგ არის გადასახედი, მე მგონია, რომ უკონტროლო შემოშვება უცხოელების და აქ უკონტროლოდ ყოფნა მათი და საკუთარ თავისუფლების მიცემა არის გასაკონტროლებელი და გადასახედი. დიდი მადლობა. ეგ არის მთელი ჩემი პოზიცია. მადლობა. ვადო მაჭავარიანი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ჩვენი ეთერი 4-ზე ამ დასრულებულია.